პარლამენტის წევრი ქართული ოცნების დეპუტატი ლევან მაჭავარიანი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ბატონო ლევან, საღამო მშვიდობის, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. ბატონო ლევან, პირველ რიგში მინდა დავიწყო ბათუმში მომხდარი ინციდენტით, პოლიტიკურ ანგარიშს სწორებად შეფასდა ის ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც ჩვენ ვნახეთ და პირდაპირ აცხადებენ თქვენი ოპონენტები, რომ ეს იყო გიორგი გახარიაზე თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით. თქვენი შეფასება როგორი იქნება? მოხდა ასევე საერთაშორისო გამოხმაურებაც ამ ფაქტს, უნდა იყოს თუ არა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, როგორია თქვენი შეფასება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მოყვეს, გამოძიება დაწყებულია, რა თქმა უნდა. ეხლა რასაც ოპონენტები საუბრობენ, ეს არის ის, რაც მათ აწყობთ, რომ ისაუბრონ. ეხლა ჩვენი კადრები ვიხილეთ დღეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ რაღაცა სიტყვიერი დაპირისპირება იყო ბატონ დიმიტრი სამხარაძისა და ბატონ გახარიას შორის და ბატონი გახარია იწყებს ფიზიკურ, ასე ვთქვათ, უკვე შეურაცხყოფას თუ ფიზიკურ შეტევაზე გადადის ბატონი დიმიტრი სამხარაძის მისამართით, ხომ? და შესაბამისად, ეხლა რეაგირებაც სავარაუდოდ ბატონი სამხარაძისგანაც ადეკვატური იქნებოდა. ეს არის რაც ჩვენ კადრებით ვიხილეთ. მაგრამ ჩვენ ახლა წინასწარ რა თქმა უნდა უფლება არ გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია რაღაცა პოლიტიკური შეფასება მივცეთ, მაგრამ სამართლებრივ შეფასებას რა თქმა უნდა ვერ მივცემთ და უნდა დაველოდოთ რა თქმა უნდა გამოძიებას, თუმცა ეს იმაზე მეტყველებს ახლა რა ჩვენ კადრებში ვიხილეთ, რომ ბატონი გახარია, ასე ვთქვათ, ფიზიკურად ძალადობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე და ეს ისეთი მძიმე დანაშაულია, ესე რომ ვთქვათ. და როდესაც ჩვენ მოგვიწოდებენ ხოლმე ძალიან მაგრამ ჩვენ მოვისმენთ დღეს ასევე ბატონო ლევან ზვიად-ქორიძის არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის ჟურნალისტის განცხადება, რომელიც ასევე იყო იმ სასტუმროში, სადაც ეს მოხდა ეს ფიზიკური დაპირისპირება და ის ამბობს, რომ მანამდე მას დაესხა თავს დიმიტრი სამხარაძე, თქვენი თანაგუნდელი, ასე ჩანს მისი მონაყოლიდან და თქვა, რომ იყო მისი მხრიდან მუქარა, შანტაჟი და იყო, თქვა, საუბრობდა მცირე დაზიანებებზეც, რომლებიც აი ამ დაპირისპირების დროს მიიღო. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერზე გვჭირდება მტკიცებულებები, ახლა ჰაერზე საუბარი ძალიან მარტივია, მე შემიძლია ნებისმიერ ადამიანს რაღაცა დავაბრალო, მაგრამ რა თქმა უნდა, მტკიცების ვალდებულება უკვე ჩემ მხარეს არის, ვინც ვაბრალებ, ხო? და ყველაფერზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და ეხლა ბატონ გახარიასთან დაკავშირებით რატომაც ეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეფასება უფრო გამიმარტივდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი თვალით რაც ვნახე, იმ კადრებში პირდაპირ ჩანს, რომ ფიზიკურ ძალადობას იწყებს ბატონი გახარია. დანარჩენი ეხლა რა თქმა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ეხლა რაც შეეხება თმენის ვალდებულებას. აი ამაზე მინდა კითხოთ ბატონო ლევან, უბრალოდ აი დიახ, დავაზუსტებ ჩემ შეკითხვას, გახარია, გიორგი გახარია არის დაზარალებული, ცხვირი აქვს გატეხილი და ტვინის შერყევა, ასეთი იყო ექიმების კომენტარი ამ დაპირისპირების შემდეგ. ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულება უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხის. რამდენად არის ეს სტანდარტები დღეს დაცული, მით უმეტეს აი ამ მძიმე ვითარების და სიტუაციის დროს თქვენი თანაგუნდელების მხრიდან, თქვენი შეფასება და პოზიცია როგორი იქნებოდა? ანუ ზოგადად ბატონ გახარიასაც მართებს თმენის ვალდებულება, იგის პოლიტიკოსია და შესაბამისად ხა მას რაც კონკრეტულად ჩვენი გუნდისთვის აქვს გაკეთებული, ეს ჩემი ვარაუდია, ხო? ჩემი ვარაუდი არის ის, რომ ხა ის სიტყვიერი შელაპარაკება, რაც მოხდა ბატონ სამხარაძეს და ბატონ გახარიას, ეფუძნებოდა იმას, თუ რაც ჩაიდინა ბატონმა გახარიამ ჩვენი გუნდის წინააღმდეგ და ეს ჩვენ გუნდზე კარგად არავის არ მოეხსენება და თვითონ ბატონ გახარიაზე კარგად არავის არ მოეხსენება. ზოგადად თმენის ვალდებულებას რაც შეეხება, მით უმეტეს, როდესაც ჩვენზე არის ხოლმე საუბარი, ხო, თქვათ იქ რაღაცა ხელისუფლების წარმომადგენლებზე და პოლიტიკოსებზე, მართლ პარტიაზე, ესე ზოგადად რო ვთქვათ, ხო? და ეს ცოტა განცალკევებული თემა არის. ეხლა რა თქმა უნდა, რაღაცა ტიპის თმენის ვალდებულება არსებობს, თუმცა არსებობს ზღვარი მოთმენასა და ვიღაცა როდესაც უკვე შენ ღირსებას ეხება, ხო? როდესაც შენ ღირსებას ეხებიან, ეხლა მე არ მინდა რომ რაღაცა ისე გამომივიდეს, რომ ამით თქვათ ვინმეს мотиваცია მივცე რაღაცისთვის და ან ეს აიტაცოს შემდეგ თქვათ რომელიღაცა ოპოზიციურმა ტელეარხმა და ამის ტირაჟირება მოახდინონ. მე შემიძლია ჩემ მაგალითზე ვთქვა, ხო? ეხლა როდესაც ვინმე ჩემ ღირსებას შეეხება, იქ ცოტა წარმოუდგენელია ჩემთვის რომ რაღაცა მოვითმინო, როდესაც ეს რა თქმა უნდა მამაკაცს ეხება, თორე ხა როდესაც ქალთან აქვს ურთიერთობა და თქვათ ის გაყენებს შეურაცხყოფას, იქ რა თქმა უნდა ეხა უფრო მეტი ვალდებულება გაქვს და იქ მოთმენის გაცილებით მაღალი სტანდარტი არის, არა იმიტომ რომ პოლიტიკოსი ხარ, არამედ იმიტომ რომ საქართველოში ხარ დაბადებული და ქართულად ხარ გაზრდილი და შესაბამისად ჩვენ მენტალობაში ზის ეს.
დანარჩენი ხა ყველას სხვადასხვა ტიპის ნერვები გვაქვს, მოდი ესე ვთქვა და ყველა სხვადასხვა რაღაცა სხვადასხვა ხარისხის მოთმენა შეუძლია. ბატონო ლევან, დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადება ვნახეთ, სადაც ის ითხოვს, რომ პასუხისგებაში მიეცნენ პოლიტიკოსებზე თავდასხმებში მონაწილეობა. ასეთი სიტყვებია გამოყენებული. ამერიკის საელჩომ გაავრცელა დღეს განცხადება, სადაც წერია, რომ ქართული ოცნების მხრიდან ის იყო ძალადობა აქციის მონაწილეებზე, პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებზე. რა პასუხს გასცემდით ასეთ მძიმე საერთაშორისო შეფასებებს და გამოხმაურებას? ნუ სამწუხაროდ ჩვენ მივეჩვიეთ მძიმე, ასე ვთქვათ, შეფასებებს 2022 წლის თებერვლიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და რატომღაც ეს ზუსტად თანხვედრაში არის იმ თარიღთან, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო. ჩვენ ვერ გვაპატიეს ის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური მანევრის, ინდივიდუალური პოზიციონირების უფლება, იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს კოლგის ქვეშ არ ვარ ჩვენ და ნატო ჩვენ არ გვიცავს და ვერ დაველაპარაკებოდით იგივე რიტორიკით რუსეთს და ვერ გავაკეთებდით იგივე ქმედებებს, რასაც თქვა თავისუფლებას მიცემდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც დაცულები არიან ნატოს კოლგის ქვეშ, ეს ჩვენ ვერ პატიეს და ნუ იქ ხა მოგეხსენებათ ხშირად გვისაუბრია პირდაპირ მოწოდებები რაც იყო დახურულ კარს მიღმა მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ჩვენ წითელ ხაზებს არ ყვეთთ ვიღაცას ამისი ჯერა ვიღაცას ამისი არ ჯერა გასაგებია მაგრამ ხა ყველამ თავისი ყურით რაც მოისმინა და რაც თავისი თვალით ნახა ნუ მინიმუმ მაგაზე დაყნობით შეუძლია ანალიზის გაკეთება ხო ბოლო რეზოლუციაშიც პირდაპირ ილუსტრირება იყო როდესაც ევროპარლამენტარებმა ჩაგვიწერეს რომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოთო და დაანგრიო თქვენი ეკონომიკა იქ მოწოდებები იყო ჩვენი მთავრობის ოფიციალური თანხმობით თვითმფრინავის გაგზავნაზე, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა, შეიარაღების უკრაინაზე გადაცემაზე და ასე შემდეგ და ნუ არის რაღაცა ფაქტორები, რამაც გამოიწვია ის, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა, თქვა, ცოტა დაიძაბა და კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, რომ ჩვენ სხვა უფლება არ გქონდა. ეხლა ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მოსახლეობის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენ უნდა დაგვეცოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გამოვიწოვდით ვერანაირი ჩვენი ქმედებით ესკალაციას რუსეთთან, ვრჩებით მაგ პოზიციაზე ძალიან მყარად, ვატარებთ ძალიან ფრთხილ პოლიტიკას, ეს ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს და შემდეგ მოდის ხოლმე უკვე ძალიან ბევრი ბრალდება. ეხლა წინა საარჩევნო პერიოდში ეს მით უმეტეს ესე ხდებოდა. ხშირად ვაწყდებით ორმაგ სტანდარტს, კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ რაღაცა კრიტიკა მივიღოთ იმასთან დაკავშირებით რომ იყო ერთეული შემთხვევები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ძალიან სამწუხარო კადრები, სადაც ვთქვათ პოლიციის მხრიდან ისეთი ქმედებები იყო, რომელიც ნამდვილად არავის არ გვესიამუნა, მაგრამ რატომღაც არ აკეთებენ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც აქციები დაიწყო, პირველი ერთი კვირა ეხა რომელ არხზეც არ უნდა გადაგერთო, ვთქვათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნებოდა ეს თავარზე თუ იმედზე თუ ტელევიზორზე ხედავდით ერთი და იგივე სურათს, როდესაც საათების განმავლობაში ხორციელდებოდა რადიკალური დაჯგუფების მხრიდან, იმიტომ რომ აქციაში რა თქმა უნდა მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც, მაგრამ იქ არის ძალიან დიდი ნაწილი რადიკალების, პარტაქტივი, შეიძლება საერთოდ არ წარმოადგენდეს პარტიას, მაგრამ რადიკალურად განწყობილი მოქალაქე, რომელიც პირდაპირ საათების განმავლობაში აგინებდა ოჯახებს, პოლიციელებს, ესროდა პიროტექნიკას, მოლოტოვის კოქტეილებს და ასე შემდეგ. და ამასთან დაკავშირებით არავის შეფასება სამწუხაროდ არ გაუკეთებია და ჩვენ არ მოგვისმენია და როდესაც უკვე ჩხრეკები ჩატარდა რადიკალური ოპოზიციური პარტიების ოფისებში, თითქოს და ეს იყო თვითორგანიზებული აქციები და პარტიები არ ერეოდნენ, ხო? ამოღებული იქნა ეხლა თქვენ თვითონ ნახეთ პირდაპირ ეთერში რა რაოდენობის პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილი, ლებადი სითხეები და ასე შემდეგ და შემდეგ ეს აქციები უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს უკვე მშვიდობიან ჩარჩოებში, ფარგლებში და საბედნიეროდ არც პოლიციის მხრიდან არ ხდება ჩარევა და ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააპროტესტოს რაც უნდა, რამდენი ხანიც უნდა, თუ არის ადამიანთა საკმარისი რაოდენობა შეკრებილი, შეუძლიათ ქუჩაც გადაკეტონ და არავინ ამაში ხელს არ უშლის. ეს სტანდარტი ჩვენ დავნერგეთ, ხო? 12 წლის განმავლობაში ეს ყოველთვის ესე ხდებოდა. ესე ხდება და შემდგომშიც ესე გაგრძელდება. და აქ რა თქმა უნდა, ხა თქვენი შეკითხვა რაც იყო, სწორედ მაგას უპასუხეთ, ცოტა შორიდან დავიწყე, რომ კი იყო რაღაცა კადრები, რომელიც ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, ესე მსუბუქად რო შევაფასო და უგმობთ ყველანაირ ძალადობას, რა თქმა უნდა და აბსოლუტურად ყველაფერზე არის გამოძიება დაწყებული, იქ პოლიციის მხრიდან თუ იყო ძალის გადამეტება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველა ტიპის გამოძიება და გავიდა უკვე დრო ნახეთ ხშირად ოპონენტები გახსენებენ და არა მხოლოდ ოპონენტები ბატონო ლევან რომ როდესაც თქვათ საუბარი არის გამოძიების მხრიდან ყისიერ რეაგირებაზე გარკვეულ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ხშირად გახსენებენ რომ იმ ადამიანების ძალადობაში ბრალდებული პირები რომლებიც ჩვენ ნახეთ არ არიან ამ დრომდე იდენტიფიცირებულები და პასუხისგებაში მიცემულები რომ მათ შესაბამისად სწორედ წინა წლებში მსგავს ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე არ აქვთ ნდობა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ რომელიც სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებაზე არის პასუხისმგებელი.
ხო, არა, ნუ ეხლა ნდობაზე როგორ შეიძლება რამე საუბარი იყოს, როდესაც 12 წლის განმავლობაში, ანუ რა ვიხილეთ ჩვენ, ვიხილეთ ის რომ ან საგამოძიებო უწყებები, ან პროკურატურა, ან სასამართლო ვინმეს ჩაგრავს, ან ყველაზე კარგი ლუსტრირება ამის არის ის რომ, როდესაც სასამართლოს ადანაშაულებენ რომ მიკერძოებული არის, რომ ყველაზე რეზონანსული საქმეები, რომელიც იყო დაწყებული მიხეილ სააკაშვილის საქმეით, რუსთავი ორის საქმე, ბატონი გვარამიას საქმე, გიგი უგულავას საქმე, ვანო მერაბიშვილის საქმე, რომელიც სტრასბურგში წაიღეს გასაჩივრებაზე, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოიტანა ის განაჩენი, რომელიც უნდა გამოტანილიყო, ხო? 100% შემთხვევაში. და როდესაც ბატონი ხაზარაძე გვიჩიოდა ჩვენ რომ თითქოს ჩვენ შეუშალეთ მას ხელი ანაკლის სპორტის აშენებაში და გვიჩილა მან პარიზის საარბიტრაჟოში თუ არ ვცდები და რამდენიმე თვის წინ ასე ვთქვათ გამოიტანა გადაწყვეტილება პარიზის საარბიტრაჟომ, იქაც ბატონ ხაზარაძეს დააკისრა ძალიან მსხვილი ჯარიმა ჩვენი ქვეყნისთვის რაც აქვს, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში რაც აქვს გადასახდელი, თუ არ ვცდები დღემდე არ აქვს გადახდილი და აქაც აბსოლუტურად დაადასტურა ის რომ ქართული მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე და იქ მაინც მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებელს რომ ბატონ ხაზარაძეს რომ მოეგო ეს მისი საჩივარი ხო, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდა წაეღო $1.5 მილიარდი. და შესაბამისად ეხლა როდესაც აპელირებენ ჩვენი ოპონენტები რომ რაღაცა მიკერძოებულობას აქვს ადგილი, ხო ეს ყველაფერი მაგაზე მეტყოლებს და სწორედ მაქედან გამომდინარე მოგიყვანეთ მე ეს მაგალითები. და ეხლა რაც შეეხება გამოძიებას, მიმდინარეობს, ეხლა მე საქმის კურსში ვარ, რა თქმა უნდა, შეიძლება ეხლა მე ბოლომდე დეტალებში ჩასული არ ვიყო და ვერ ვიყო, იქიდან გამომდინარე რომ ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ეხლა დაინტერესებული ვარ და ვკითხულობ რა დონეზეც თქვა ჩემი კომპეტენციის ფარგლებში არის და მე დარწმუნებული ვარ რომ მალე აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ბატონო ლევან, დიახ, წინა რესპონდენტსაც ვკითხე და თქვენც კითხავთ ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა მზიამაღლობელის დაკავებას ვგულისხმობ, იქ იყო საუბარი დაცვის მხრიდან რომ გირაო მაინც ყოფილიყო უფრო ნაკლებად მსუბუქი აკვეთის ღონისძიება გამოყენებული, მაგრამ ნახეთ რომ მოსამართლემ მას შეუფარდა პატიმრობა. ჩვენ ნახეთ ასევე სხვა მოქალაქეების დაკავებები, აგრეთვე ფიზიკური დაპირისპირებები და აკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესები, როდესაც სისხლის სამართლის წესით დაკავებული მოქალაქეები, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დააკავეს, ისევ დატოვეს პატიმრობაში და მან კიდევ უფრო გაამძაფრა პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს 59 დღეა ქვეყანაში. შექმნილ ვითარებაში, როდესაც აი ასეთი მძიმე სიტუაცია არის, საჭირო არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან გარკვეული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა. ხო, ახლა რაც შეეხება ქალბატონი ამაღლობელი, ხო, თუ არ ვცდები ბათუმელის ამაღლობელი, დიახ, ნეტგაზეთის და ბათუმელის დამფუძნებელი. მზია ამაღლებელია. დიახ, ეხლა ნუ ეხლა სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ კომენტარები მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი არ იყო დასაკავებელი, მას რაღაცა ხელი აწიაო პოლიციელზე მოხდა, ნუ პირდაპირ კადრები ვნახეთ, როგორ ურტყავს იგი სილას პოლიციელს, ხო? და ეგეთი რაღაცა დაუჟელი ვერ ხდება და ესეთი კადრი ჩვენ რო გვენახა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პირდაპირ ეთერში პოლიციისგან ვიხილავდით გაცილებით მკაცრ ზომებს. ამ შემთხვევაში ამ ქალბატონის მხოლოდ დაკავება მოხდა, რა თქმა უნდა, და ჩვენო პოლიციელებმა მაღალი სტანდარტით იმოქმედეს. თუმცა, ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეს შეკითხვა თუ ვერასაც მისვათ, ხო, თავიდან ბოლომდე არის, თქვა იქ პროკურატურის ნაწილია, იქ სასამართლოს ნაწილია, მე ფიზიკურად უფლება არ მაქვს, რომ მათ კომპეტენციაში შევიდე და თქვა კომენტარი გავაკეთო, ესა თუ ის გადაწყვეტილება მოსამართლემ რომ მიიღო, არის თუ არა ეს სწორი ან არასწორი. ხელისუფლება როგორ უყურებს ბატონო ლევან აი შექმნილ კრიზისს, ანუ როგორ გესახებათ მისი დაძლევა მაშინ? რა პროცესი მიმდინარეობს მაშინ თქვენი შეფასებით ახლა ქვეყანაში? იმიტომ რომ ფაქტი არის რომ დღეს მაგალითად იყო 3 საათიანი გაფიცვა და თქვენ შეგიძლიათ თქვა ისაუბროთ თქვა აქციის მონაწილეთა რაოდენობაზეც, მაგრამ ფაქტია რომ თქვა პროტესტის სხვადასხვა ფორმას თავისი ეფექტი და გავლენა აქვს და ყოველდღიურ ცხოვრებაზე თავის გავლენას ახდენს, ხო? კი ბატონო. კი ბატონო, რა თქმა უნდა, სასიამოვნო პროცესი არ მიმდინარეობს. ეხლა მე არც ხალხის დათვლას არ დავიწყებ და არც ჩამოთვლას არ დავიწყებ, რომელ დღეს რა რაოდენობის მოსახლეობა, რა რაოდენობის მოქალაქეები იკრიბებიან. ეხლა ჩვენ მაგალითად თბილისის მაგალითზე ზუსტად ვიცით რამდენი არის ჩვენი ამომრჩეველი და რამდენი არის ჯამურად ოპოზიციის ამომრჩეველი, ხო?
და ეს არ არის პატარა ციფრი. რა თქმა უნდა, თვითონ გაფიცვებთან დაკავშირებით ხა ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, ხა ჩვენ დღეს ვიხილეთ, თქვათ ისეთი კომპანიებისგანაც გაფიცვები, რომლებიც სამწუხაროდ, როდესაც საჯარო გახდა ის პეტიციებს რო უერთდებოდნენ და რაღაცა გაფიცვის, ასე ვთქვათ, აქციების კომპანიები, ხო, მე საჯარო გახდა ინფორმაცია ათობით კომპანიაზე, ძალიან ბევრი კომპანია იყო, შეიძლება დიდი რაოდენობისას, რომელიც ძალიან აქტიურად ვაჭრობს რუსეთში. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ ლეგალურად აკეთებ ყველაფერს, ფულს შოულობ, იშოვე ის ფული, გადასახადები საქართველოში გადაიხადე და ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან კარგია. მაგრამ როდესაც შენ აკრიტიკებ ქართული ოცნების პოლიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ პრაგმატულად ვუდგებით რაღაცა ტიპის საკითხებს რუსეთთან მიმართებაში და არ ვუწესებთ მაგალითად სანქციებს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალოს და ამისთვის ჩვენ გვაკრიტიკებ და პირდაპირ გულანძღავ, ხო? მაგ შემთხვევაში შენ მორალური უფლება არ გაგაჩნია, რომ რუსეთში ბიზნესი აკეთო. ხა იქ კოკაკოლით დაწყებული და PSP-ი დამთავრებული და იქ უამრავი კომპანია იყო ჩამოთვლილი, სადაც მილიონებზე არის საუბარი და მილიონობით დივიდენდები გამოაქვს შემდეგ ამ ქვეყნიდან. ხო, მაშინ უკვე მორალური უფლება არ გაგაჩნია. ეხლა თვითონ პროტესტთან დაკავშირებით, ხო, არასასიამოვნო პროცესი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა და ყველაზე უფრო რა ჩვენ გვაწუხებს, ეხლა პირადად მე რაც მაწუხებს, არის დაპირისპირება, თქვათ იქ ოჯახებში, სამეგობროში და ასე შემდეგ. ეს არის უფრო ყველაზე, თქვათ, არასასიამოვნო მთელ ამ პროცესში. თორემ და ეს ყველაფერი ხდება იმ გულწრფელი, მოდი ესე ვთქვათ, შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეების ნაწილში, თორე ხა ვინც პირდაპირ ანგაჟირებული არის პოლიტიკურად და ვინც არის პირდაპირ პარტიული აქტივი, ეხა მე არ ვიცი, ხა იმაზე რო გითხრათ, რომ დიდად გული შემტკივა მაგ პოზიციაზე, ნამდვილად უნდა მოვიტყუო და მინდა რომ გულწრფელი ვიყო, ეხა ისინი გადაამზადა ჯერ აკერმანმა, შემდეგ კანვასის ტრენინგები კარგად გახსოვთ, სუსმა გამოიტანა პირდაპირ ვიდეო ჩანაწერები, გახსოვთ მაკეინის ინსტიტუტის მიერ გადაცემული გაიდლაინი, ამით მოქმედებენ და ეს არის რადიკალების ნაწილზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. მაგრამ აი ეს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები, ხო, ნამდვილად ძალიან მაწუხებს ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა გავიხსენო მაგალითად გამჭვირვალობის ქართული კანონი, როდესაც ჩვენ მივიღეთ აპრილის თვე იყო ეს, თუ არ ვცდები, პირველი მოსმენით, როდესაც მოხდა მიღება 2024 წლის და დაიწყო ესეთი მასშტაბური აქციები და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იმ აქციებზე იმყოფებოდა, პირადად ჩემთანაც მოსულები არიან და ჩვენ გუნდის წევრებთანაც და შეცდომაში შეგვიყვანესო. და ამ ადამიანებმა ეს ყველაფერი გაანალიზეს და ეხლა იგივე მოხდება. ეხლა რას გულისხმობ ამ გაანალიზებაში, ხო? აპროტესტებინეს თვენახევრის განმავლობაში გარე აქტორების ჩართულობით, მათ შორის რომლებიც ავრცელებენ ხოლმე დეზინფორმაციას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გუნდის მისამართით აპროტესტებინეს სამი რაღაცა, ხო? პირველი ეს იყო, რომ რაღაცა ჩელაბინსკში გაიღვიძებთო, მეორე თემა იყო, რომ თუ ამ კანონს ჩვენ მივიღებდით, უნდა აგვეგრძალა აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური ტელეარხი და მესამე მიზეზი, რატომაც აპროტესტებინებდნენ, იყო ის, რომ NGO სექტორს აგვგზავნოდით მთლიანად და ხო, რამდენიმე მიზეზი იყო. აღმოაჩინა ძალიან დიდმა ნაწილმა საზოგადოების, რომელიც ამ აქციებზე იდგა, რომ აბსოლუტურად არაფერი ასეთი არ მომხდარა, ხო? 6 თვეზე მეტი გავიდა და შესაბამისად ისინი იყვნენ ტყუილში შეყვანილები. შესაბამისად ეხლაც ასე მოხდება, ხო? ის რომ ეხლა ბატონი კობახიძის ბრიფინგი გადაუთარგმნეს ისე, რომ თითქოს ქართულმა ოცნებამ შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ, ეს არის აბსურდი, ხო? ყველას მოუწოდებ, რომ კიდევ ერთხელ მოისმინოს ის ბრიფინგი, შეიძლება შემდეგ უფრო მეტი განმარტების გაკეთება მოგვიწია. მაგრამ იყო განცხადება შემდეგ განმარტების დროსაც იყო ის განცხადება, რომ დღის წესრიგში აღარ დააყენებს ხელისუფლება 2028 წლამდე ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ეს მეორე დღესაც იყო გამეორებული. თუ ცოტა დროს მომცემთ, გავშლით ემას, რომ უფრო გასაგები იყო საზოგადოებისთვის, უფრო მარტივ ენაზე ავხსნი, ხო? ძირითადი გზამკვლევი ევროკავშირისკენ არის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, და ჩვენ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, დღეის მდგომარეობით 50%-ზე მეტი არის შესრულებული და 2028 წელს ჩვენ გვექნება შესრულებული 90%-ზე მეტი და ევროკომისია უწევს ამ ყველაფერს მონიტორინგს. ეხლა მოლაპარაკებების თემას რაც შეეხება, ჩვენ უბრალოდ თქვით, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნას, თუ თქვენ სურვილი გექნება და დაგვიდებ დოკუმენტს, დღესვე ვაწერთ ხელს და მოდი კარგი ის იქნება, ხო? აი გაგვტესტონ, უნდა თუ არა ქართულ ოცნებას ევროკავშირისკენ სვლა დაგვიდონ. და იმ დემონსტრანტებსაც მივმართავ, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, რომ ესეც გააპროტესტონ, რა ვიცი, ევროკავშირის საელჩოსთან, რომ მოდი დაუდე დოკუმენტიო და გავტესტოთ ქართული ოცნება, მოაწერთ თუ არა ამას ხელს. რეფორმების შესრულება, ნახევრად ხუმრობით მოგავ ამას. კი,
ნახევრად ხუმრობით გულისხმობ მაგას რა თქმა უნდა და ჩვენ თქვით რომ 2028 წელს როცა ჩვენ მზად ვიქნებით ასოცირების ხელშეკრულების ნაწილში ჩვენ მერე დავაყენებთ დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს ვინაიდან თუ პოლიტიკური ნება არსებობს მოლაპარაკები რო იხსნება მის დასრულებას სჭირდება მაქსიმუმ 2 წელი და ევროკავშირის გაცხადებული პოზიცია რომ 2030 წლამდე იგი არ აპირებს გაფართოებას შესაბამისად ვადებით ზუსტად ამ ყველაფერს მოვარგეთ. ხა რატო დაგჭირდა ჩვენ ეს პრევენციული განცხადება? თქვენ კარგად გახსოვთ კანდიდატის სტატუსის თემა, როდესაც 2022 წლის ივნისში ჩვენ არ მოგვანიჭეს არც დათქმა იყო მაშინ არანაირი და არც არანაირი პუნქტების შესრულება არ იყო საჭირო და ჩვენ არ მოგვანიჭეს, იმიტომ რომ ხელოვნურად აქ დაეძაბათ პროცესი და კარგად გახსოვთ NGO-ები რო გამოვიდნენ სენაზე და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ და რამხელა აჟიოტაჟი მოყვა ჩვენ მოსახლეობას და ბევრჯერ გვითხოვთ და კიდე უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს რომ უკრაინა გასაგებია ომშია და მიცეს მოლდოვას რატომ მიცეს და ჩვენ რატო დაგვჩაგრეს ხო მაშინ როდესაც თვითონ ევროკავშირმა რომ გამოაქვეყნა კრიტერიუმები წლის ბოლოს ყველა კრიტერიუმები წინ ვიყავით ვიდრე მოლდოვა არის ქვეყანა რომელიც DST-ს წევრი ქვეყანა არის ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან არ გვაქვს მოლდოვა DST-ს წევრი ქვეყანა არის ხო და მოლდოვა არის ქვეყანა სადაც ფაქტობრივად არ არსებობს ოპოზიციური მედია საშუალებები ოპოზიციური პარტიები არის რაღაც არნახული მასშტაბის კორუფცია და ასე შემდეგ ხო და ჩვენ არ გვინდოდა რომ ეს ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს ბიუროკრატების გარკვეულ ნაწილს გულისხმობთ ევროკავშირში დაეჭირათ ეხა ხელში მოლაპარაკებების თემით ხო რაღაცა კვარტალში ერთხელ შეიკრიბებოდნენ და ეხლა არ ხსნით მოლაპარაკებებს იმიტომ რომ საქართველოს გადაუხვია რაღაცა ევროპულ კურსს და ისევ აქციები ისევ გვერდშია რომ ერთიანად ეს ყველაფერი გადაგვეტანა გვერდშია რომ 16-ში რაც დაანონსდებოდა დეკემბერს და იმას მიემატებოდა მილევად რეჟიმში მყოფი ამერიკის ადმინისტრაციის ის განცხადება რომელიც შემდეგ გააკეთეს რომ თითქოს და რაღაცა პარტნიორობას სტრატეგიულ პარტნიორობას წყვეტენ საქართველოსთან ეგეც ზუსტად იმას დაემთხვეოდა 2-3 კვირით უფრო დიდი დრო ქონდა ოპოზიციას რომ მომზადებულიყვნენ იმ პიროტექნიკით შეიარაღებით და ასე შემდეგ იმ აქციებისთვის და ვიხილავდით გაცილებით ძიმე სურათს და ეს ზალადობრივი აქციები ერთ კვირაში კი არ გადაკეთდებოდა უკვე მშვიდობიან აქციებად ხო არ ვიცი უმართავი პროცესები დაიწყებოდა და მაკეინის ინსტიტუტის გაიდლაინით რაც იყო გაწერილი და ეს ნუ საჯაროა ხო ჩვენმა ტელემაყურებელმა არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი მხარდამჭერია ოპოზიციონერია თუ საერთოდ ნეიტრალური ადამიანია ხო ადევნოს ესეთ რაღაცეებს თვალყური ხო გაიდლაინი აქვს პირდაპირ გადაცემული სადაც ეს მუხტი უნდა გადაიყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში და იმასაც შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას რომ ქალბატონი ლორა თონი ხო ძალიან დიდი გულდაწყვეტით აღნიშნავს იმას რომ როგორ ხდებაო ამდენი ხანი ეს აქციები მიმდინარეობს და დღემდე მსხვერპლი არ არისო ვინაიდან ეს იყო იმ გეგმის ნაწილი და ჩვენ პრევენციულად მოგვიწია ამ ყველაფრის გაკეთება ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონიც ერთ-ერთი პრევენცია იყო იმიტომ რომ ჩვენ 7 თვით ადრე ფორა მივეცით ჩვენს ამომრჩეველს რომ ყური მიჩვეოდა რომ ვიღაცა სენატორი ამერიკაში რაღაცას რო იტყვის თეთრზე რო შავი ეს შეიძლება ცოტა სხვანაირად აღიქვა და არ დაიჯერო რომ თეთრი შავი არის ხომ ფორა მივეცით რომ ის განცხადებები რაც წამოვიდა გამჭვირვალობის კანონის შემდეგ ხომ წამოვიდო და არჩევნებამდე 3 კვირით ადრე და ადამიანებს რო არ ეკნებოდათ რომ გადაიხარშათ რა ხდებოდა თვითონ გამჭვირვალობის კანონზეც რახან აი ბოდიშს ვიხდი რა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩა ამ კანონთან დაკავშირებით რასაც მე დარწმუნებული ვარ რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს ყურადღება მიქცეული არ აქვს. როცა ჩვენ გვადანაშაულებდნენ თითქოს რაღაცა რუსული კანონი იყო, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე თვის წინანდელ ამბავს ყვები. ხა სტრასბურგის სასამართლოში როდესაც უჩივლეს რუსულ კანონს, რეალურ რუსულ კანონს, ხო? სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გამოიტანა განაჩენი, თუ არ ვწდები 6 მუხლს შეეხებოდა, სადაც პირდაპირ ამბობს რომ ეს 6 მუხლი არღვევს ადამიანის უფლებებსაც, არის საშინელი კოშმარული მუხლები. არც ერთი ეს მუხლი ქართულ კანონში არ არსებობს, ვინაიდან ჩვენი არის ყველაზე მსუბუქი კანონი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ შენი ფინანსების გასაჯაროებას წელიწადში ერთხელ. დიახ, ბატონ ლევან, მაგრამ თქვენი ეს განმარტებები საზოგადოების ნაწილთან ერთად მაინც მიუღებელი აღმოჩნდა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ 28 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლების განმარტების შემდეგაც ჩვენ კიდევ ერთხელ დაუკავშირდებით, სავარაუდოდ ხმა აღარ ესმის ჩვენს რესპონდენტს, მას კიდევ ერთხელ დაუკავშირდებით და ჩემს კითხვას განვაგრძობ. საერთაშორისო საზოგადოების ყველა განცხადებაში დღემდე ამ პროტესტის 59 დღის განმავლობაში პრაქტიკულად გზავნილები არის უცვლელი, რომ ქვეყანამ გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას, რომ არის დემოკრატიული უკუსლა, განსაკუთრებით ისინი ბოლო 1 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებსა და პროცესებზე აპელირებენ. და ყველა განცხადებაში არის განმეორებული იმის შესახებ, რომ ამ
შემთხვევაში უნდა იყოს ეს კანონები თქვათ უკან წაღებული, რომ მიგითითებენ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, პოლიტიკურ რეპრესიებზე, პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშწორებაზე და ასე შემდეგ. ეს განცხადებები და გზავნილები დღესაც განმეორდა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებში. მიღებული არის სასანქციო პაკეტები, ცალკეული ფინანსური პროგრამების შეწყვეტილია, შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა. მაშინ, როდესაც ოპოზიცია ღიად ამბობს, რომ ის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად აქტიურად კოორდინირებულად მოქმედებს და საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, ხელისუფლებას როგორ ესახება აი ამ მძიმე საერთაშორისო ზეწოლის განეიტრალება და აი ამ საერთაშორისო გზავნილების და მძიმე გამოხმაურების შეცვლა, როგორ რა გზებით. მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ განცხადებები შერბილების ნაცვლად ყოველდღიურად სულ უფრო მწვავდება. თანთა ისმის ჩემი? დიახ, გვესმის ბატონო ლევან. ხო, იმიტომ რომ გაითიშა, არ ვიცი, ტექნიკური ხარვეზი იყო და თქვენ კითხვასაც უკვე შუიდან მივასწარი. ამ რაღაცა განცხადებები გამკაცრდაო და როგორ გესახება თუ აი ამ მომენტიდან ანუ რაიმე კომუნიკაცია გაქვთ თუ არა ახლა დღეს დასავლეთთან, რაიმე ფორმით დიალოგი მაინც რა ეტაპზე არის თქვენი ურთიერთობა ამ დროისთვის? კი ბატონო, როგორც ჩვენ ვაცხადებდით ამას თვეებით ადრე და დღესაც იგივეზე ვსაუბრობთ, ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დამოკიდებული იყო სამ რაღაცაზე. ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებზე, ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებზე ორივემ ჩაიარა, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენთვის სასურველი შედეგით. ეხლა ამერიკაში ვინ გაიმარჯვებდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებდით მუშაობას ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, თუმცა უფრო მეტი ღირებულებებითი თანხმედრა გვაქვს, თქვა ტრამპის ადმინისტრაციასთან, რაც აიოლებს ჩვენს ურთიერთობას, ესე რომ ვთქვა. და ძირითადი კომპონენტი ურთიერთობის გადატვირთვის არის უკრაინაში ომის დასრულება, რაც უკვე გააქრობს იმ ინტერესს, რა ცუდი ინტერესი საქართველოს მიმართ არსებობდა. და ჩვენ ღრმად ვარ დარწმუნებულები, რომ ბატონი ტრამპი ამ პირობას შეასრულებს. ეხლა მისი ინაუგურაცია იქნება უკვე 20 იანვარს, დაიკავებს ოვალურ ოფისს და რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ბევრი გამოწვევა ხდება მას, რაც მსოფლიოში ეს უკრაინის ომი, თქვათ იქ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, იქ ირანთან მოხდება, ჩინეთთან როგორ დაალაგებს ურთიერთობას, რუსეთთან როგორ დაალაგებს ურთიერთობას, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ხდება, მოდი ესე ვთქვათ, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენთვისაც დროს გამონახავს და დაიწყება ძალიან ჯანსაღ რეჟიმში მის ადმინისტრაციასთან უკვე ჩვენი ასე ვთქვათ ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბარი. რაც შემდეგ უკვე ავტომატურად აისახება რა თქმა უნდა ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაზე. ეხლა თვითონ თუ არ ვწდები თქვენ კანონებსაც შეეხეთ, ამ კანონებთან დაკავშირებითაც ეხლა ბატონი ბერსე რომ იყო ჩამოსული, ალან ბერსე, თქვენ მოგეხსენებათ რომ პირველი ესეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი არის, რომელიც გამჭვირვალობის კანონს თუ ეხებით, რომელმაც ასე ვთქვათ, მიიღო ჩვენი წინადადება და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. ეხლა ჩვენ მოუწოდებდით, რა თქმა უნდა, მთლიანად მთელს ევროკავშირის ამერიკულ მხარეს ელჩებს დიპლომატიურ კორპუსს, რომ მოდი შინაარსობრივ დიალოგში შევიდეთ, რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონპროექტი, ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს და ასე შემდეგ და არავინ არ შემოდიოდა საუბარში. ხო, ხა ბატონმა ბერსემ გამოთქვა ამისი სურვილი, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები და დავიწყებთ უკვე ამ კანონთან დაკავშირებულ თემებზე საუბარს და თუ ეხა რა თქმა უნდა იქ ლოგიკის ფარგლებში ჩვენ მივხვდებით, რომ რაღაცა არის შესასვლელი და თუ რაღაცა სამართლებრივი ისეთი შენიშვნები იქნება, რომელიც ჩვენთვისაც მისაღები იქნება, რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ. ეხა ანტი-LGBT პროპაგანდა კანონს რაც შეეხება, ხელშეუხებელია, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეს არის მთლიანად საქართველოს დაკვეთა, ჩვენი მოქალაქეების მთლიანად დაკვეთა, ჩვენ რა თქმა უნდა ეს დაკვეთა შევასრულეთ. ძალიან კარგად გამოჩნდა ეს, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ვაპირებდით და საერთო საყოველთაო განხილვები მიმდინარეობდა, ყველა რეგიონში ვიმყოფებოდით, არ აქვს იქ მნიშვნელობა ქართული ოცნების ამომრჩეველი იყო თუ ნაციონალური მოძრაობის თუ კოლექტიური ნაცების ამომრჩეველი იყო, ყველა შეჯერდა იმაზე, რომ ეს კანონი მისაღები იყო და ბატონი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც ეს ძალიან გაიოლებულია, ახლა ჩვენ არ გვიწევს არავისთვის იმის მტკიცება, რომ რეალურად არის ორი სქესი, არის კაცი, არის ქალი და არ შეუძლია ქალს გახდეს ქალმა გადაიკეთოს რაღაცა სამოქალაქო რეესში პირადობა და გახდეს კაცი და ნუ ესეთ მარაზმში შესვლას რო არ გვიწევს, ესე ძალიან კარგია და ჩვენ ხა თვითონ ევროპაშიც ასე ვთქვათ, თუ აკვირდებით როგორ ვითარდება იქაც პოლიტიკური კონიუნქტურა, ხო, უფრო მემარჯვენე კონსერვატორი ძალები წამოიწინეს, სადაც ასევე ამისი მტკიცება არავისთან არ დაგჭირდება და ევროპაშიც ხა თებერვალშიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც ჩაივლის არჩევნები გერმანიაში, სადაც მთავრობა
კოალიცია დაშლილია მოგეხსენებათ და საინტერესოა იქ ვინ გაიმარჯვებს. მან და ძალიან საინტერესო ფაქტია ერთი, როდესაც ჩვენს არჩევნებში ესე ერეოდნენ და ჩვენ შიდა საქმეებში ესე ერევიან და იქ არ მინდა შეგნებულად ჩამოვთვალო, რამდენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული, რომელიც გამოდიოდა პირდაპირ ოპოზიციის აქციებზე ქართული ოცნების წინააღმდეგ და რა განცხადებები კეთდებოდა წინა საარჩევნო პერიოდში გარე აქტორებმა ჩაუტარეს პირდაპირ რადიკალურ ოპოზიციას საარჩევნო პერიოდი და ბატონმა ილონ მასკმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პიროვნება არის ბატონი ტრამპის ადმინისტრაციაში, ბატონ ტრამპთან, ერთი ტვიტი დაწერა, სადაც AfD-ს, რომელიც ასევე ვთქვათ მემარჯვენე კონსერვატორულ ძალას წარმოადგენს, უსურვა გამარჯვება გერმანიის არჩევნებში და ახშფოთთა ნახევარი ევროპა რო როგორ შეიძლება ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაო და როდესაც საქართველოს ეხება საქმე, ჩვენ დაბალღონეთ ღობეთ წარმოუდგენი ვართ, თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა და მით უმეტეს ბოლოს 3 წლის განმავლობაში ადევნებენ ჩვენი მოქალაქეები თვალყურს და ჩვენი პატრიოტი ქართველებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად ჩამოვყალიბდით დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ, სადაც ყველანაირი გადაწყვეტილება რაც ჩვენ ქვეყანას ეხება, მიიღება საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ, ხაზგასმით ვამბობ, ყოველთვის გავითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების რჩევა იქნება, თხოვნა იქნება აბსოლუტურად ყოველთვის, მაგრამ არასდროს არ გავითვალისწინებთ არაფერს, რაც ანგრევს და ეწინააღმდეგება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს. და ერთი რაღაცაც მინდა ჩვენ საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, როგორც ჩვენ გვჭირდება მეგობრული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, არანაკლებ ჭირდება ამერიკას და ევროკავშირს მეგობრული ურთიერთობები საქართველოსთან და ეხლა გაუგებრობა ყოველთვის ხდება ხოლმე ოჯახებში, სამეგობროში ხდება გაუგებრობა, მაგრამ ეს წელი იქნება გარდამტეხი წელი ზოგადად მსოფლიოსთვის, სადაც ახალი გლობალური დღის წესრიგი ყალიბდება, ხო? აი ჩვენს მაყურებელს მინდა ისიც იმაზეც გავამახვილებინო ყურადღება, რომ ეხლა დედამიწა საქართველოს გარშემო არ ტრიალებს, ხო? ანუ აი შევხედოთ რა ხდება მსოფლიოში, იგივე ევროპაში რა ხდება, რამდენ ქვეყანაში არის კრიზისი. როგორ დახურა საერთოდ ევროკავშირმა ფინანსური წელი, ესეც მალე გახდება ცნობილი და ფინანსური კრიზისი არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორი გადალაგებაა და ქართულ ოცნებას, რომ ასე ვთქვათ, არ მინდა ისეთი სიტყვა გამოვიყენო, ქართული ოცნება, როდესაც გლობალურ ომის პარტიაზე საუბრობდა, პირობითად დავარქვით ჩვენ ამ ძალებს გლობალური ომის პარტია ხო, როგორიც ცინოდნენ, ესე ვთქვათ, ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდაჭერები და ბატონი დონალდ ტრამპი, არჩეული პრეზიდენტი, პირდაპირ ამ ძალებს deep state-ს უწოდებს, ბატონი ეიზენჰაუერის ესე უწოდებდა შემდეგ, ბატონი კენედი, ყოფილი პრეზიდენტი ამერიკის, რომელიც შემდეგ ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, როდესაც ამ ძალებზე დაიწყო საუბარი და ბატონი დონალდ ტრამპი პირდაპირ აცხადებს მის ადმინისტრაციასთან ერთად, რომ იგი უპირისპირდება deep state-ს და თუ მან მოახერხა deep state-ის დამარცხება, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს დემოკრატების ადმინისტრაციაში, უზარმაზარი გავლენა აქვს ევროკავშირის ბიუროკრატიაში, ხო? მაგ შემთხვევაში საერთოდ ბევრად იოლი იქნება ჩვენი და ამერიკის და ევროპის ურთიერთობების ძველ მეგობრულ ნიშნულზე დაბრუნება, იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ ის დისკომფორტი, რაც შეექმნა ჩვენ ქვეყანას, ამ დისკომფორტის შემქმნელები და შემოქმედები არიან ის კულისებს მიღმა ადამიანები, მე მეციღმეში ვერ შევალ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ მათ ემსახურებიან ეს ჩვენი რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და მათგან იღებენ, ასე ვთქვათ, დავალებებს და პირდაპირ ბრძოლა გამოცხადებული ბატონ ტრამპს, დიდი იმედი გვაქვს, რომ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში და შესაბამისად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გააიოლებს შემდეგ უკვე ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას, როგორც თქვი აღვნიშნე. მადლობა, ლევან მაჭავარიანი, პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების დეპუტატი, პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს. პირდაპირ ეთერში ამით დღევანდელი გადაცემა დასრულებული არის. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით.